ლავრენტი ბერიას ცოლი ნინო გეგეჭკორი იყო ძალიან ლამაზი ქალი. ოქროსფერ თმიანი, ასე იხსენებდნენ მას. ქმრის ზეობის დროს მისი ყველა იყო აღფრთოვანებული და ჩუმად ეცოდებოდათ კიდეც, რომ ჯალათთან ერთად ცხოვრობდა. ბერიასის ცოლად გაჰყვა 1921 წელს, როდესაც თავად იყო 16 წლის, ბერია კი იყო 22-ის. ფსევდო ისტორიულ სივრცეში ამ ქორწინებაზე არსებობს საშინელი ვერსიები, რომ თითქოს ბერიამ ნინო სპეციალურ მატარებელში შეიტყუა, რომლითაც მთელ კავკასიაში გადაადგილდებოდა, ისარგებლა რა იმით, რომ ის მივიდა ნათესავზე თხოვნით და გააუპატიურა. მერე შეეცოდა და ცოლად შეირთო. რეალურად კი ისტორია ძალიან მარტივად მოჩანს და სხვაგვარად გამოიყურა. ნინო გეგეჭკორი დაიბადა ქვრივი ცოლ-ქმრის ოჯახში. მშობლები იყვნენ აზნაურები სხვადასხვა დონის. პირველი ქორწინებიდან ორივეს ჰყავდა შვილები და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. 1917 წელს მამის თეიმურაზ გეგეჭკორის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნინო სწავლობდა გიმნაზიაში და საცხოვრებლად გადავიდა ბიძის მამის ძმის საშას სახლში, რომელიც იყო ბოლშევიკი. მამის მეორე ძმა ევგენი კი იყო მენშევიკი. როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე იმ დროს, ძმები წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. მალე ევგენი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სოვეტიზაციის შემდეგ კი წავა ემიგრანტად, გაიქცევა საფრანგეთში. მანამდე ნინო ცხოვრობს ამ საშა ბიძიასთან და ლავრენტისაც გაკვრით იცნობს. არსებობს მათი გაცნობის რომანტიკული ვერსიაც, თითქოს ნინო ბერიამ პირველად ნახა ციხეში, სადაც საშა გეგეჭკორი და ის ერთ საკანში ისხდნენ. ნინო კი ბიცულასთან ერთად მივიდა ბიძის სანახავად. მოკლედ ასე იყო თუ ისე 1921 წელს ბერიამ, რომელსაც ამიერკავკასიის ჩეკაში უკვე გარკვეული მყარი პოზიციები ეკავა, აღადგინა ეს ნაცნობობა და მალევე იქორწინა მასზე. თავად ნინოს თქმით, ის გახარებული იყო იმით, რომ მოშორდა ტირანი ბიცოლის ვერას ოჯახს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. დამოუკიდებელი რა უფრო ზუსტად საპასუხისმგებლო თანამდებობის პირის ცოლის ცხოვრება. საპატიო მუშაკის, რომელსაც უნდა შეესაბამებოდა. ეს მუშაკი კი თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს. როდესაც ხვდება, რომ მეტი წინსვლისთვის ჩეკისტობა საკმარისი არ არის, ბერია იწყებს პარტიულ საქმიანობას საქართველოს და ამიერკავკასიის კომპარტიის მმართველ ორგანოებში. 1920-იანი და 30-იანი წლების მიჯნაზე ხვდება, რომ სტალინის პროტექციის გარეშე შორს ვერ წავა. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, პირადად ისინი ხვდებიან ერთმანეთს დაახლოებით 1931 წელს და ბერია ხდება საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი. თან ინარჩუნებს მთელი ამიერკავკასიის კოორდინატორის პოზიციას. მასზე მაღალი თანამდებობა კავკასიაში არ აქვს არავის. პარალელურად ნინა გეგეჭკორი სამაგალითო ოჯახს ქმნის. 1924 წელს მათ უჩნდებათ შვილი სერგო, რომელიც დედის ზრუნვის და სიყვარულის მთავარი ობიექტი ხდება. 1926 წელს ის ამთავრებს თბილისის უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტს და იწყებს მუშაობა სასოფლო-სამეურნეო სამეცნიერო ინსტიტუტში. სხვათა შორის 1953 წელს ბერიას გამომძიებლებსაც კი არ დაუყენებიათ ეჭქვეშ ნინო გეგეჭკორის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. 1930-იან წლებში ის ამიერკავკასიის პირველი კაცის ცოლია, მაგრამ ქართველი რევოლუციონერებისთვის რჩება ახალ აღზევებული მდაბიოს და კარიერისტის ცოლად. მისი ქმარი კი ინტელიგენციისთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენს. ბერია, როგორც ბევრი ხელმძღვანელი პირი, ცდილობდა კავშირების გაბმას პოეტებთან, მწერლებთან და მსახიობებთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მალე მათ სამაგიეროსაც გადაუხდის. ნინო გეგეჭკორს არ შეიძლება არ შეემჩნია ის კატასტროფა, რაც ირგვლივ ხდებოდა. ნაცნობები და მეზობლები ერთ ღამეში ქრებოდნენ, მაგრამ მან თავის ირგვლივ ააშენა კედელი, ციხესიმაგრე. შვილი სწავლობდა ძალიან კარგ გერმანულ სკოლაში, ქმარი მართალია კვირაობით არ მიდიოდა სახლში, მაგრამ ის თვლიდა, რომ ასეა საჭირო, რადგან ქმარს მძიმე და რთული სამუშაო აქვს. სახლში ბერია იყო მზრუნველი, ხუმრობდა, არასდროს ჩხუბობდა, შვილს სწორად ზრდიდა, შრომას აჩვევდა. დანარჩენი კი ნინოს აზრით გაივლიდა. ხოლო შიშს, რომელიც ირგვლივ არსებობდა, მისი ქმარი კი არ იწვევდა არამედ ის, რაც შეიძლება მოსვლოდა მას და მის ოჯახს. ამიტომ ნინოს აზრით იმას, რომ შენთვის მოეჭრათ თავი, ჯობდა ნაჯახის როლი თავად შეგესრულებინა. როდესაც 1928 წელს ბერია დააწინაურეს და მოსკოვში უნდა გადასულიყო, მას ოჯახის გარეშე უნდოდა წასული. მაგრამ არ გამოვიდა სტალინის ბრძანებით, მისი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის სმენა დაკარგული და მუნჯიდა და კატაც კი წაიყვანეს. მოსკოვში კი ნინო გეგეჭკორის გადმოსახედიდან ხდება ის, რომ მისი ქმარი ტერორს ამოხრუჭებს.
ბერიას იქ ჯაყავს თავისი ხალხი, ნიშნავს თანამდებობებზე, ეჟოვის ჯალათებს უსწორდება, ხოლო მათ ვინც გადარჩა, ათავისუფლებს. ახალ სახლში მოსკოვში ის ისეთივე იდეალურ წესრიგს აწყობს, როგორიც ჰქონდა თბილისში. სერგო მოსკოვის საუკეთესო სკოლაში შეჰყავთ 175-ში, სადაც სწავლობდნენ სვეტლანა სტალინა, სვეტლანა მოლოტოვა, ბულგანინის და მიქოიანის შვილები, მაქსიმ გორკის შვილიშვილი მარფა, რომელიც ომის შემდეგ სერგოს ცოლი გახდება. ქმარი ისევ სულ სამსახურშია, მაგრამ არ უყვირს ეს ნინოს, რადგან ეხლა მთელი საბჭოთა კავშირი მას აბარია. თავადაც მუშაობს ტემირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, თამაშობს ჩოგბურთს, დადის თეატრებში, ზრუნავს საკუთარ სილამაზეს. ნინო გეგეჭკორის ეს ციხესიმაგრე არაფერზე არ რეაგირებდა, არც გარეთ და არც შიდა ცვებზე. ომის დროს სერგო სწავლობდა დაზვერვის სკოლაში, შემდეგ კავშირგაბმულობის აკადემიაში. მამა მას მნიშვნელოვან მივლინებებში აგზავნიდა, ფრონტზეც დაყავდა ხოლმე და მოკავშირეების კონფერენციებზე თეირანსა და იალტაში. 1947 წელს სერგოს ცოლად მოყავს ულამაზესი მარფა პეშკოვა, ჩნდებიან შვილიშვილებიც. ბერიას ინტიმურ ცხოვრებაზე მას ცხადია ხმები მისდიოდა, მაგრამ აქაც მყარი პოზიცია ჰქონდა და არაფერს იმჩნევდა. ომის შემდგომი რეპრესიები ბერიასთან მხოლოდ ირიბად იყო დაკავშირებული. მთავარ როლს იქ სტალინის გარდა პოლიტბიუროს სხვა წევრები ასრულებდნენ. წმენდის ახალ სერიას საბჭოთა ველადების თაობა უნდა გამოეცვალა. სტალინმა გვერდზე გაწია მოლოტოვი და მიქოიანი და როგორც უკვე ვთქვით, მეგრელების საქმით ბერიასაც უახლოვდებოდა. ბერია სტალინის სიცოცხლეში არ დასრულდა, არამედ მალევე მისი გარდაცვალების შემდეგ. ბერიას დაკავების და დახვრეტის შემდეგ დააპატიმრებენ ნინოსაც და სერგოსაც. გამოკეტავენ ციხეში, ცდილობენ მისგან ჩვენებების მიღება ზუსტად იმავე სტალინურ-ბერიული მეთოდებით. დედის თვალწინ შვილის დახვრეტის ინსცენირებაც კი მოაწყეს, მაგრამ ნინო გეგეჭკორი ვერ გატეხეს. შვილთან ერთად, რომელსაც ხელისუფლება მაიძულა დედის გვარზე გადასვლა და გახდა სერგო გეგეჭკორი, გადაასახლებენ სვერდლოვსკში. 10 წლის შემდეგ კი ისევ შვილთან ერთად უკრაინელი აკადემიკოსების შუამდგომლობით ის გადასახლდება კიევში, სადაც გარდაიცვლება კიდეც 1991 წლის 10 ივნისს. გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ის პატარა ინტერვიუს მისცემს ჟურნალისტს, დარწმუნებით ამბობს, რომ მრავალრიცხოვანი ქალები, რომლებიც თითქოს მისი ქმრის საყვარლები იყვნენ არა საყვარლები, არამედ პროფესიონალი აგენტები.